გზავნილები მომავლიდან, ასე ეწოდებოდა სტუდენტურ პროექტს, რომლის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, 9 სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს. მნიშვნელობა უზარმაზარია იმდენად, რამდენადაც ეს არის ახალგაზრდული პროექტი და მთელი ხიბლი ამ პროექტისას სწორედ ის არის, რომ ის ახალგაზრდების მიერ არის გაკეთებული. ყოველი ნოველის გმირი ამ წიგნში არის აფხაზი, რომელთანაც დიალოგის დაწყების უზარმაზარი სურვილია გაცხადებული მათი მხრიდან. თანაც ყველაზე საინტერესოა, ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური პროზა და ყველა ის ამბავი, რომელიც და ის ნარატივი, რომელიც აქ არის განვითარებული, აგებულია სწორედ რეალურ მასალაზე. თავარი ღირებულება ვიტყოდი ამ პროექტის არის ის, რომ ის მიმართულია შერიგებისკენ, მიმართულია მშვიდობისკენ, მიმართულია იქითკენ, რომ ჩატეხილი ხიდი, რომელიც არსებობს დღემდე აფხაზებსა და ქართველებს შორის, ძალისხმევა არ დავაკლოთ მისი აღდგენისა და მშენებლობისათვის. მე ვფიქრობ, რომ მას საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება ექნება და არა მარტო ვთქვათ, უშუალოდ დაინტერესებულ როგორც ვართ ჩვენ აფხაზეთის სტრუქტურები, არამედ ფართო მკითხველშიც მოიპოვებს ხარდაჭერას. წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილის სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმაც ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. ეს არის რომანის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც მე უნდა დავწერო მომავალში. ანუ და რომელიც შევაკოცით ესე ვთქვათ და გადავაკეთე მოთხრობად. მომავალში ეს რომანი იქნება სისხლით ძმები ასე ერქმევა. და ზუსტად იგივე პრობლემას ეხება, რაც არის ეს ჩვენი დაკარგული არა ტერიტორიები, არა უბრალოდ ტერიტორიები, არამედ დაკარგული ხალხი. ჩემი ბოლო წლების მოღვაწეობა არა მარტო როგორც სახელმწიფო მინისტრამდე, მანამდეც გადართული იყო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობაზე, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ 25 წელი გავიდა საომარ-მოქმედების შემდეგ, პირველი საომარ-მოქმედების შემდეგ, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში და მთელი თაობა შეიცვალა. ამასობაში გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც უკვე მკითხველს სვავს. თუ როგორ მოხდა, რატომ მოხდა ომი, საომარ-მოქმედად შეიძლება თუ თავიდან აცილება, ჩვენ ხელს უნდა შევუწყოთ ყველა იმ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების აქტიურობას გულისხმობს და მე დიდი მადლობა მინდა გადავხადო კულტურის სამინისტროს, რომელიც საკმაოდ კარგი ინიციატივას ხარი დაუჭირა. ეს წიგნი უბრალოდ არის რაღაც აისბერგის ზედანაწილი. ანუ აქ ჩანს ბუნებრივია და აქ ჩანს რამდენად უფრო სერიოზული ურთიერთობები, ვიდრე შეიძლება მხოლოდ ამ წერილებში ჩანდეს და ამ წერილებით უბრალოდ ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ კონტაქტები არის და სხვა შეიძლება მიბაძონ. თუ აფხაზეთში არის საზოგადოება, რომელიც ელოდება რაღაც მათ საქართველოს მეტ ყურადღებას. კონკრეტულად ეს გამოცემა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდა სტუდენტების ძალებით არის შექმნილი, რომლებიც მოახერხეს იქითა ტერიტორიებზე გადასვლა, თავიანთ თანატოლებთან კონტაქტების დამყარება და თავიანთი თვალით დანახული ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. წიგნი ორენოვანია და მისი წაკითხვა ქართულ და რუსულ ენებზეა შესაძლებელი. პროექტის მხარდამჭერი კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.